მოგესალმებით, მეგობრებო, რა არის სიზარმაცე? ასტროლოგიის თვალსაზრისით ცოტა ეზოთერულადაც რა გიხსნათ. ენერგეტიკაში რა ხდება, როცა ვამბობთ ხოლმე, რომ მე ზარმაცი ვარ და რაღაცას არ ვაკეთებ. რა თქმა უნდა, აქაც შრეები არის და გააჩნია მიზეზებს. ანუ ეს სიღრმისეული მიზეზია, ზედაპირული მიზეზია, ტრაუმული თუ კარმული. ამასაც რა თქმა უნდა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მაგრამ ცოტა ენერგეტიკულადაც რო აგიხსნათ საერთოდ ჩვენთან სიზარმაცე, ეს არის შეჩერების ენერგია. აი წარმოიდგინეთ, რა არის ახლა სიზარმაცის არსი რო აღვიქვათ, ხო ესე? ანუ მე მაქვს სხეული რაღაც მაგასაკეთებელი დროსა და სივრცეში. ანუ არის დრო პირობითად, ამ დროში უნდა ჩავედი, უნდა დავყო ეს დრო სადღაც, რაღაც მოქმედება მაგასაკეთებელი, ხო? ანუ ესე იგი, ჩვენთან აი ამ მოქმედების შეზღუდვასთან ყოველთვის უფრო სატურნთან გავდივართ. და შეიძლება იყოს მარსის დონეზე მოქმედების შეზღუდვა, შეიძლება იყოს უკვე მაღალ პლანეტებში მოქმედების შეზღუდვა, უფრო იუპიტერი, ურანი მაგალითად, ხო, იქ ნეპტუნური ენერგია, მაგრამ შეიძლება იყოს კარმულ დონეზე, სატურნი და ლილითის ღერძზე, როცა ვიძახით და კარმულ კვანძებზე, როცა ვიძახით, ხო? საბოლოო ჯამში ახლა მე როგორ მუშაობ მაგალითად, როცა სიზარმაცესთან გვაქვს საქმე, ხო? იქნება ეს ახალგაზრდა, იქნება საკოვანი, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ ტვინით მესმის, რომ რაღაც რო გავაკეთო, რაღაც რო გამომივიდეს, მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაცები უნდა გავაკეთო, რომელიც სადღაც ან თავი არა მაქვს, ან ენერგია არა მაქვს, ხო, мотиваცია არა მაქვს სადღაც, ხო? და თერაპიულად აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმოიდგინოთ რა არის სიზარმაცე, თერაპიაში რას უნდა შევხვდეთ, რომ აი მე ხელზე ვიღაცა ან რაღაცა ენერგია მიჭერს, არ მიშვებს. აი წარმოიდგინეთ, რომ აი მინდა ადგომა და ვიღაცა აი ხელს მადებს, რომ არ ადგე. ან ვიყო მიჯაჭვული სკამზე სადღაც, ხო? ანუ თეორიულად ესე გამოიყურება ენერგეტიკულ დონეზე და ფსიქოლოგიურ დონეზე სიზარმაცე. ანუ სინამდვილეში არ არსებობს სიზარმაცე, ეს არის мотиваციაში რაღაცა პრობლემები. ტვინს უნდა, სხეულს არ უნდა. აი ეს ვიღაცა ვინც გვაჩერებს, ეს როგორც წესი არის შინაგანი მხარე. შინაგანი ფსიქოლოგიური პორტრეტი, ესე რომ ვთქვათ, ადამიანის და პორტრეტში რას გულისხმობ, იცით, რომ მათ ვიწყებთ სხვადასხვა თემაზე მუშაობას. რამდენად ეს მე მინდა სინამდვილეში, იმიტომ რომ სატურნის დროს ენერგია სატურნის დროს ძალიან იზოგება. ანუ სატურნი როცა არის აქტიური ჩვენთან რუკაზე, არ გვაქვს ბევრი დრო, არ გვაქვს ბევრი ენერგია, ესე იგი ზუსტად უნდა ვიცოდე რას ვაკეთებ. თუ ჩემს წარმოდგენაში უბრალოდ ვიცი, რომ აი მინდა ამას მივაღწიო, მაგრამ არ მაქვს კონკრეტული მიზანი, აი მინდა უცხოენის სწავლა და ვერ ვსწავლობ მეუბნებიან და რომ მიკითხავს, აი ახლა ამ წუთას რა შეგჭირდება და იქ სატურნი არის ჭართული ან მერკურთან ან იუპიტერთან სადღაც, ხო? და გჭირდება ახლა და აი რომ გავყოლილ ვართ ამას მივხვდა და მე რომ არა ახლა მე არ მჭირდება, ზოგადად მჭირდება, მაგრამ არა ახლა კონკრეტულად. და სატურნის შემთხვევაში ეს კონკრეტული არ არის ახლა, შესაძლოა ის ენერგიას არ დახარჯოს, ხო, ზედმეტად. ანუ ძალიან შეზღუდული არის სატურნის ფსიქოტიპი ჩვენთან, რომ მე ძალიან უნდა დამჭირდეს რომ რაღაც გავაკეთო. ისე ამას არ გავაკეთებ. რაც უფრო ნეგატიური ასპექტები არის, მით უფრო ჭყალებში სიზარმაცის თემაც აქტუალური ხდება ხოლმე, ხო? და მე იქ ბავშვებს შეიძლება ძალიან საყვეთ ურობდეთ, აი ზარმაც იყვავს თორი ნიჭიერი და ესეთი გაგებები სინამდვილეში ჩვენთან ასტროლოგიაში ცოტა სხვანაირად იკითხება ეს. ეს არის შიში რაღაც სხვადასხვა მიმართულებით და მე უკვე აი ეს იმხელა ენერგიას მაკარგვინებს, რომ მე აღარ მაქვს ენერგია რაღაცეებს მივედ-მოვედ, ხო? იმიტომ რომ სატურნის ამ შემთხვევაში ყველაფერი არის ცოტა, ყველაფერი არის შეზღუდული და შესაბამისად ენერგიაც არის შეზღუდული. შეცვამების დაშვების ალბათობა არის ძალიან ვიწრო აქ ნაკლები, ხო? ამას ვეძახით ხოლმე სიზარმაცეს. როცა წარმოსახვით იკუთხით, როცა აი ვეკონტაქტებით, აი წარმოვიდგინო მინდა ადგომა, ანუ კონკრეტულად რაღაცის გაკეთება და ვერ ვაკეთებ ამას, რაღაცა მიშლის ხელს. აი უნდა შევხვდე ამას, რომ ვიღაცა მიჭერს ან რაღაცა ხელს. სადღაც დგას სხეული პირობითად ენერგეტიკულ დონეზე, შეიძლება ეს დავდივარ, მაგრამ კონკრეტულად რაღაცაში მიშლის ეს ხელს, ხო? აი კონკრეტული რაღაც მინდა გავაკეთო და არ მაკეთებინებს, ანუ ჩემი თავი, ჩემი ერთ-ერთი ნაწილი მესი არის
უკვე ისეთი, რომ მე არ მაკეთებინებს, რაც მჭირდება. ესე იგი, ხშირად უნდა ვკითხოთ ამას, რატო არ გვაკეთებინებს იმას, რაც გვინდა. აი, წარმოვიდგინოთ, იქ წარმოსახვითი თერაპიების კარგად ჭრის მაგალითად. მე მაგალითად ესე ვმუშაობ, რომ აი წარმოვიდგინე ხოლმე იმ ენერგიას რა მიშლის ხელს, ხო? ეს ჩემივე შექმნილი არის, ახლა სამყაროში არ ხდება ესე, ხო? რატო შევქმენი ეს ენერგია, შეკავების ენერგია, რომ აი რაღაცა არის გასაკეთებელი, მაგრამ არ ვაკეთებ, ოღონდ არ ვიცი რატომ და არ ვიცი როგორ გავაკეთო. ძალიან მიჭირს, ძალიან ძნელია. ესე იგი, რაც უფრო მიჭირს, მით უფრო უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ბორკილები, რო გვექაჩება ქვევით და ნუ ვერ, ხო? აი ამ ბორკილებთან გავდივართ კონტაქტზე. შეგრძნებების დონეზე უკავშირდებით, რას ვგრძნობ აი ამ ბორკილებში და მე ამ ბორკილებს უნდა ვკითხოთ, რატო ხარ ჩემთან, ხო? აი რატო მიშლი ხელს? ზოგჯერ იქ გავსულვართ დაბალ თვითშეფასებასთან, რომ მე რო ეს გავაკეთო, სადღაც ძალიან ბედნიერი უნდა ვიყო და მე ეს არ ვიცი რა არის საერთოდ, ხო? მე მთელი ცხოვრება უყურებდი ჩემი ოჯახი როგორ წვალობდნენ, ქვეყანა როგორ წვალობდა, გარემო ესე არ ეძლეოდათ ბედნიერება და ჩემ პატერნში არ არის ეს ერთ-ერთი ვარიანტი სიტყვაზე, ხო? საბოლოო ჯამში მე ვიცი რომ აქ შემიძლია ძალიან ბევრს მივაღწიო, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის ჩვეული. ხო, მე მეშინია ვიყო ესეთი ბედნიერი. და წარმოიდგინეთ, ახლა ვინ შეიძლება იყოს ესეთი, რომ ეშინოდეს ბედნიერების. ცნობიერად არა, მაგრამ შინაგან ბლოკებს რო შევაკითხებით, ხოლმე ხშირად არის ეს პატერნი, სატურნიც არის ესეთი, ხო, რომ მე მეშინია ვიყო ძალიან ფართო, ძალიან დიდი ენერგიის, იმიტომ რომ ამას ავარ შეჩეული, დასწავლელ ქცევას ვეცახით კარმუდონესეთან, ხო? და დასწავლელი ქცევა ის თუ ჩემ მშობლებს შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდათ, ან ფინანსური, ან კარიერული, ან ინტელექტუალური, ან ემოციური შეზღუდვები ჰქონდათ, ხო? აი, მაგალითად ემოციურად ძალიან და ეს არ იყვნენ ემოციური ინტელექტი არ ჰქონდათ, ხო? შესაბამისად, მე შეიძლება მქონდეს შინაგანი ემოციური სტრუქტურა, მე შინია ემოციების გამოხატვის, ან ემოციურად მივიღო რაღაც, ხო? ან გავაცნობიერო ჩემი ემოციები, შეიძლება აქ სერიოზული ბლოკები მქონდეს, ხო? აი ამ შიში, იმიტომ რომ შეზღუდული იყო ოჯახში, სადღაც ეს ენერგია ეგრეგორს რო ვეძახით აქ, ხო? და აქედან მოდის მე სიზარმაცე. და სინამდვილეში ჩვენ თითქოს ცდილობთ, რომ გავყვეთ ამ სიზარმაცეს და ეს არის შეკავება, ეს არის სინამდვილეში ჩვენი გაჩერება და სიზარმაცეს მოაქვს, რომ მე მაქვს შესაძლებლობები, რომლის გამოყენებაც მეშინია. აი ამის მიზეზი რატომ მეშინია, აი აქ უნდა ჩავიდეთ. სიზარმაცეს არ ვმკურნალობთ ბჭყალებში. რაღაც კუთხით, რომ აი დავაცალო თავს, იმიტომ რომ აქ არის როგორ რაღაც ფსიქოლოგიურად ძალადობთ მაშინ ჩვენ თავზე, ანუ ის გაჩერება, მე მელაპარაკება, რომ რაღაც შიშები მაქვს, რაღაც დაუსრულებელი ტრამვები მაქვს და იმისაცვად რომ ჩვენ მოусმინოთ, მათ რახით დავადგებით და ვაცალებთ, ხო? აი როგორც ბავშვს რო ვაცალებთ ხოლმე, ჩვენ უნდა ისწავლო, რატო არ სწავლობს ის არ მოგდის თავში, ხო, რომ რა წუხებს მას, შეიძლება ის ვერ ხვდება, მაგრამ მე უნდა მივხვდე და უნდა მიმოვიხედო ოჯახში რა ხდება და მაგითი მივხვდები, ხო? და შეიძლება სულ პატარა თანადგომა, გვერდში დგომა, სადღაც უფრო мотиваციის მიცემი იყოს და უფრო პრაქტიკული იყოს, რომ აი ეს დაიძლიოს, ხო, ეს შიდა პრობლემები აქ არის ყველაზე საინტერესო. ამიტომ ძალიან ყურადღებით ვართ ხოლმე, როცა ამ სიზარმაცის ვარიანტში, როგორც ენერგიის შეჩერებას, მოქმედების შეჩერებასთან მივდივართ. როცა მაგალითად მე მაქვს აი ვერ დავგეგმე, ან სწორი კვება, ან კარიერა ვერ დავგეგმე, ან პარტნიორული ურთიერთობები, ხო? აი აქ რა მაჩერებს, უნდა წარმოვიდგინოთ, აი რაღაცა გვიჭერს პირდაპირ, ხო, ხელში. ზუსტად თერაპიულად ესე მუშაობთ, აი რას გრძნობთ ამ ენერგიაში, ხო, აი სიზარმაცე რატო გავარ, რა მაწუხებს შინაგან და აქ ისეთ რაღაცებზე გავდივართ, ზოგჯერ საერთოდ კარმაზე გავდივართ. და კარმული ასპექტები რას მეუბნება, რომ მე მეშინია მაგალითად ამა და ამა ენერგიასთან ვიყო, იმიტომ რომ მე აქ პრობლემა მაქვს, ხა შეიძლება კარიერის მეშინია, იმიტომ რომ კარმულად მე აქ პასუხისგებლობა გამოვავლინე. ან შევიდე პოლიტიკაში მეშინია, იმიტომ რომ იქ ჟუდოსნის ენერგია მაქვს დაზიანებული და ფართო ხედვის პრობლემა მქონდა მე აქ სადღაც. ან შეიძლება საერთოდ მე
მეწინააღმდეგება ჩემი სხეული, იმიტომ რომ იმის გაკეთება მინდა, რაც ჩემი არ არის საერთოდ და ოჯახის ნარატივი არის, ხო? ან გარემო საზოგადოება მავალებს ამას და ეს ჩემი ავთენტური მე არ არის. ხო, სადღაც აკავდივართ ხოლმე ზოგჯერ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ სიზარმაცის უკან პლანეტარული ენერგია დგას, კარმული ენერგია დგას მაგალითად თუ რა არის, ხო? თუ შიშები არის, იმ იდეალური მესი ან შეიძლება მქონდეს ის პრობლემა, რომ მე თავდაჯერების პრობლემა მაქვს და ესენი რო გავაკეთო, მე მომიწევს ისეთი რაღაცეების ნახვა და მიღება, რომლის მე ჯერ მზად არ ვარ. იქ სეპარაცია არ მაქვს ოჯახთან, მაგალითად გაკეთებული, იქ ჩემი დაცვითი მექანიზმებია უამრავი ჩართული, რომ ეს მეორადი სარგებელიც მივიღო იმ არასწორი ქცევისგან, ხო, მაგალითად. ეხლა თუ არა ცნობილი დონეზე მე მაქვს ნდობის პრობლემა მამაკაცებთან სიტყვაზე თუ ქალი ვარ ამ შემთხვევაში, ხო? თორე არ არის მაგაც. და ეს არის მე სექსუალურ ენერგიას ბლოკავს სადღაც, ხო? ეს შეიძლება გამოიხატოს ჭარბწონაში, შეიძლება გამოიხატოს აგრესიაში მამაკაცების მიმართ, ან შეიძლება გამოიხატოს იმ კუთხით, რომ აი ნუ მე არ ვითარდები, არ ვარ საინტერესო სხვებისთვის, ან საერთოდ ვაიგნორებ ყველას, ხო? და საბოლოო ჯამში გავდიოდეთ აქ ნდობის პრობლემაზე, რომ მე რო გავხსნა ეს ჩემი ენერგია, მე უნდა ვენდო ადამიანებს, ხო? და ეს ნდობა რა არის უკვე სიღრმისეული ნდობა. მე მიწოვების შიში არ წამოვიდეს, იქ ოჯახის პატერნებში გავდივარ და მე მაჩერებს ეს ენერგია და ცოცხალი თავით სწორკვებას რო არ ვიცავ, ან ხასიათს რო არ ვიცლი, ან შეიძლება სექსუალური უნდა გავხდე, შეიძლება საინტერესო უნდა გავხდე, შეიძლება კარიერულად უნდა განვითარდე. და მე ამას რომ მივაღწევ კარიერულად, მე საინტერესო გავხდები, სიტყვაზე გეუბნებით, ხო ახლა? და ამ შემთხვევაში მაჩერებს ჩემი თავი, იმიტომ რომ იქ არის რაღაცა პრობლემები, ხო? მე არ მინდა ვიყო ბედნიერი, არაცნობიერად. ხანდახან არის ესეთი ვერსიაც, რომ მე რო ის გავაკეთო, რაც მე მინდა, მე ძალიან დამოუკიდებელი გავხდები. ემოციურად, ფსიქოლოგიურად და მე ეს არ მინდა, მე მინდა რომ ვიყო ცოტა სუსტი, ცოტა მოწყვლადი სადღაც, ხო, რომ არ მინდა რომ მოვწყდე ჩემიანებს სადღაც, ხო, არაცნობიერად. არ მინდა გავისარდო. არ მინდა მარტო დავრჩე და ჩემი ფსიქიკაში შეიძლება მარტო დარჩენა დაღიქმება ჩემი კარიერული განვითარება, ხო? და მირჩევნია ესე მოვხიკო ვიღაცებს უპატრონო, ვიღაცებზე დავხარჯო მთელი ჩემი ყურადღება და ენერგია, ოღონდ არ ვიყო ჩემ თავის რესურსებზე ორიენტირებული, ხო? როგორც მაგალითად მარტოობისგან თავის დაცვის ძალიან კარგი საშუალება. ხა ამ ყველაფერს რო გიყვებით, დავკვირდით თქვენ რა არის თქვენი სხეულის მოტივაცია, შეაკავოს ენერგია, არ ჩატოთ ისეთ რაღაცებში, რაც გინდათ რომ გააკეთოთ, გინდათ ახალი სწავლის დაწყება და არ აკეთებთ, უკვე წლებია, გინდათ კარიერის დაწყება და დიდი ხანი ამას არ აკეთებთ, გინდათ ცხოვრების შეცვლა და არ აკეთებთ, ველოდებით რაღაცას, აი რა გიჭერთ, ხელს დააკვირდით. აი როგორც აი ფილმში რო გავაცოცხლებთ, ხო? აი მულტფილმში რო გმირებს ვაცოცხლებთ, ხო? სადღაც ცხოველებს სიტყვაზე. გააცოცხლეთ ენერგეტიკულად თქვენი სიზარმაცე, ესე რომ თქვა, თქვენი შეკავებული ენერგია, ხო? აი იმას დაელაპარაკეთ, გამოიყვანეთ წინ და იმას დაელაპარაკეთ, ძალიან ბევრი ინფორმაციას მოგცემთ და მე მივხვდებით, რომ სიზარმაცე არ არსებობს, ეს არის ჩვენი ენერგია, რომელიც გველაპარაკება ამ ენით, უბრალოდ ჩვენ მისი ენა არ გვესმის. და ძალიან ნაყოფიერი იქნება არა და ამ ენერგიას მოსმენა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი დაფარული შიშები, ჩვენი დაფარული ტრავმები, რომელთანაც კონტაქტზე უნდა გავიდეთ. ეს არის აქ მნიშვნელოვანი. მედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო, ველოდები ხოლმე კომენტარებს და დროებით მეგობრებო, კიდე შემოგთავაზებთ ბევრ მსგავს საინტერესო ვიდეოს, თუ თქვენ ის გაინტერესებთ, რა თქმა უნდა.